ქართული ოცნების პოლიციაბჭო განცხადებას ავრცელებს. ქართულ ხალხს ვერავით არის სანქციებით ვერ შეაშინებს. საქართველოს ხელისუფლებას ვერავით არის სანქციების ფასად ვერ აიძულებს ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ვკითხულობთ წერილში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას. უკლებლიო ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, არის Deep State-ის ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში Deep State-ის განადგურების შესახებ. ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ ან ამერიკა გაანადგურებს Deep State-ს, ან Deep State-ი გაანადგურებს ამერიკას. ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ Deep State-ი ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, ვკითხულობთ განცხადებაში. ამავე წერილის თანახმად Deep State-ის ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვისთვის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგი არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში LGBT პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს თანმიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და რითიც ქართული ოცნების შეფასებით საქართველოსაც ემუქრებიან. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი. ვკითხულობთ ქართული ოცნების პოლიციაბჭოს ოფიციალურ განცხადებაში. საქართველოს უკრაინულ სცენას დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა. თუმცა მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და Deep State-ის ხელით კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებობის პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას. ამით ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს Deep State-ის თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს. ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული 5 რეზოლუციით ყველაზე კარგად გამოიხატა. ამ რეზოლუციებით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და კრიმინალების გათავისუფლება, LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა და ასე შემდეგ. ბოლო მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რისის საჯაროდ მოთხოვნაც სერიოზულ მოთამაშეთაგან მანამდე ვერავინ ბედავდა. რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით ევროპარლამენტი მე-6 რეზოლუციაში მაღალი ალბათობით რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგთხოვს. კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი, რომ სრულიად არასერიოზულია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისთვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა. ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა. ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა. ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ იმისთვის, რომ ბოლო 2 წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების 3 ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს. თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია. ამის საპირისპიროდ ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და Deep State-ის ფავორიტების მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში 7 ადამიანის ჯანმრთელობის უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან Deep State-ში იხელმძღვანელეს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით: ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია. ლოგიკურია, რომ ვინც ძაღლიშვილებს თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს. ყველას გვახსოვს ისიც, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გამჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი Deep State-მა გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ამას მოყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომელსაც სუვერენიტეტის პრაქტიკულად სრულად აქვს დაკარგული და მთლიანად Deep State-ის კარნახით უწევთ
მოქმედება. თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნებმა და მუქარებმა საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. ან იომებ, ან დაგსჭით. ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს. მეტიც ოპოზიციის პირით ქართველი ხალხის დასჯაზე დაიწყეს საუბარი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ხელისუფლებაზე მეტადაც კი გლობალური ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღეზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩათრევა არ დაუშვა. გლობალური ომის პარტიის გავლენით თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორველისეული პრინციპი. ომი არის მშვიდობა, მონობა თავისუფლება, ხოლო უმეცრება ძალა. ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც გლობალური ომის პარტია თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს. უკვე ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ ეუთო ოდირის დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მანამდე ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას დაჟინებით ითხოვდნენ. მეტიც ამ დასკვნით გაგულისებულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოში ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ დაეშვათ. ამერიკელ კონგრესმენს ჯო ვილსონს დაინიცირებინეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი საქართველოს შესახებ, რომელსაც შინაარსიდან გამომდინარე მხოლოდ მტერი აქტი შეიძლება ეწოდოს. ვილსონმა იმოქმედა პრინციპით სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად და დიპსტეიტის დავალებების შესრულების ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს ჯო ვილსონს ხმარდება, რითაც დიპსტეიტი თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო ვილსონი არის დიპსტეიტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება, დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვრჩის თუ არ ვიომებთ. შეგახსენებთ, რომ ჯო ვილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ ვილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს. პრეზიდენტ ტრამპის მიერ დიპსტეიტის მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულება შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისობრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც გვჯერა, რომ თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. ევროპაში დიპსტეიტის მეტასტაზების მოშლა შედარებით მეტი დრო სჭირდება, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია. ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ დიპსტეიტის უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება. დიპსტეიტის ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგია არამხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში LGBT პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს თანმიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და რითაც ჩვენს ქვეყანას უშუალოდ ემუქრებიან. იმედი გვაქვს 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და დიპსტეიტის პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან საქართველო არამხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში. ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი.